2.74 თეთრია. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი გაცილებით მაღალი 2.80-დან 2.86 თეთრის ფარგლებში. 1 ევრო ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 2 ლარი და 86 თეთრია. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცემ პუნქტებში კი 1 ევრო 3 ლარამდე ღირს. ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებზე ალაპარაკდა, ნაწილი ვადამდელ არჩევნებზე. საპარლამენტო უმცირესობა კი მთავრობას პასუხის გასაცემად პარლამენტში იბარებს. რა გველის და რას გვიპირებს მთავრობა? თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. პარტია მომავალ 4 შაბათს უმცირესობის ხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დაიბარა. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ხელისუფლების პასუხები უნდა მოისმინოს. ბაქრაძემ თქვა, რომ ლარის გაუფასურება ორ მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის. თუ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, სახელმწიფო იძულებული გახდება ენერგოტარიფებს გადახედოს და გააძვიროს. თუ ლარის კურსთან დაკავშირებით გაურკვევლობა შენარჩუნდება, ეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. არჩევნების შემდეგ მთავრობაც, ეროვნული ბანკიც, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სულ უმოქმედობას იჩენს ლარის მიმდინარე კურსის მიმართ, განაცხადა ბაქრაძემ. გაზეთი რეზონანსი გაძვირებულ პროდუქტებსა და წამლებზე ინფორმაციას აქვეყნებს. თუ 1 ლიტრი რძე მაგალითად გასულ თვეს 2 ლარი და 25 თეთრი ღირდა, ახლა 2 ლარი და 40 თეთრი ღირს. მაიონეზე 1 ლარი და 10 თეთრი ღირდა, ახლა ლარი და 25 გახდა. 20 თეთრითაა გაზრდილი მაგალითად ასაწოდი შოკოლადის კამფეტის ფასი. ფასების დასკიდე უფრო მეტად ელოდებიან. რაც შეეხება მედიკამენტებს, თითქმის ყველა წამალზე მომატებულია ფასი. მაგალითისთვის კორვალოლი სანამ დეფიციტში იქნებოდა 65 თეთრი ღირდა, ახლა კი 1 ლარი ღირს. ციტრამონის ფასი გასულ თვეს თუ 15 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 25 თეთრადაა შესაძლებელი და ასე შემდეგ. მართალია მთავრობა გვეუბნება, რომ უნდა დავივიწყოთ ვალუტის კურსი, მაგრამ მას ჩვენ ვერ ვივიწყებთ, რადგან გაძვირებულ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყოველი თვის ბოლოს გადასახდელი კრედიტით გვახსენებს თავს. ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს მიმართავს და მოუწოდებს გაანალიზონ, გამოაქვეყნონ კომპანიების ვინაობა, რომლებმაც განახორციელეს ამ პერიოდში მსხვილი ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია ლარის უცაბედი ვარდნა. ფაქტით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, ამბობს ვაშაძე. უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქციები. თუმცა მანამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა გაასაჯაროოს მათი ვინაობა. ჩვენ ამით შევძლებთ დავადგინოთ, საიდან მოვიდა ეს ფული, ვინ მოითმო ამ ყველაფრით ხელი და რეალურად რამ გამოიწვია ლარის ვარდნა რამდენიმე საათში. ვაშაძის განცხადებით, ეს საკითხი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი და დროულად უნდა მოხდეს ფაქტზე რეაგირება. დღეს კი ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ასეთი რამ არის ნათქვამი. ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერხეობის შესარბილებლად. ბანკის შეფასებით მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. გაწყვეტი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების, დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირის გაუფასურება და მოლოდინების ერთობლიობა. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარის შეფასებით მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერხეობის შესარბილებლად, ისე რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს. საშუალო ვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს. ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ერთია მსგავსი ოფიციალური განცხადებები და ფაქტია, რომ მეორეა რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი გადაცემის სტუმრები ორზე. ნაციონალური მოძრაობა ირაკლი აბესაძე, ქართული ოცნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე არმაზ ახვლედიანი. სადამდე დაეცემა ლარი. ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს სავალუტო კურსი. ეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოწოდებაა. ვიწყებ ნაციონალური მოძრაობით
ირაკლი აბესაძეს მივესალმები, რომელიც ხაზია, ვხედავ ასევე რომ ხაზია და გვისმენს აკაკი ზოიძეც, რომელიც მოგვიანებით გასცემს პასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ირაკლი, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებო განცხადება გააკეთა, მთავრობას იბარებთ პარლამენტში. იბარებთ რისთვის? უბრალოდ მოისმინოთ, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მთავრობას აქვს საკუთარი რაციონალური წინადადებები, საკუთარი გეგმა, რომლის მიხედვითაც შექმნილი სიტუაციიდან ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს. რატომ იბარებთ ამ ხალხს პარლამენტში? რას ელით მათგან? პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენს მიერ შესავალში აღწერილი სიტუაცია მართლაც ასეთი საგანგაშოა და თითოეული ადამიანისთვის ყოველდღიურად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, წამლები თუ სხვადასხვა ტიპის მომსახურება სამწუხაროდ იზრდება ლარის კურსის გაუფასურების გამო, მომავალი წლიდან გაიზრდება აქციზის ღირებულების გაზრდის გამო, მათ შორის საწვავზე, ავტომობილებზე, თამბაქოზე და ასე შემდეგ და ამ სიტუაციაში სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის დამტკიცებისას, რომელსაც არანაირი ხედვა არ გააჩნია ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და ნამდვილად თვალისწინებით ცდილობს რაღაც ზომები მიიღოს და რაც თავარია მოსახლეობა დააჯეროს, რომ ასეთი გეგმა შესაბამის შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ გეგმები, რომელიც მათ წარმოადგენს, აბსოლუტურად საპირისპიროა იმისი, რაც მათ უნდა და შეეძლოთ გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარების სტიმულირება უფრო მეტად მოეხდინათ. რატომ შეუძლიათ მათ ეს გააკეთონ და არ აკეთებენ? ამას არა მხოლოდ ახლანდელ მაგალითზე დაყრდნობით გეუბნებით, არამედ გასული მთელი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მთავრობას მოუწოდებდით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ზოგადად საბიუჯეტო ხარჯების და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, სხვადასხვა კორუფციულ და არაფრის მომცემ პროგრამებზე ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას. აი მაგალითად მე მინდა მოსახლეობას შევახსენო უფასო ხნათესვის პროგრამა, სადაც 150 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, რომლის წარმატებასაც ასე ვთქვათ დიდი სამბით ამტკიცებდა მაშინდელი ეკონომიკის და დღეს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი კუმსიშვილი და 2016 წლის არჩევნების დასრულებისთანავე აბსოლუტურად გაანულეს ბიუჯეტში და თავად აღიარეს, რომ პროექტი იყო უსარგებლო. სამწუხაროდ იმ გასული 3 წლის განმავლობაში გადაყრილ იმ საბიუჯეტო ასეულობით მილიონ ლარს ისინი ვერ დააბრუნებენ და ვერც იმ პერიოდს დააბრუნებენ, როდესაც შეგეძლო უკეთესი ზემოქმედება მოგეხდინა ეკონომიკურ განვითარებაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით. აი დღეს ხელებს შლიან და გვეუბნებიან, რომ რეგიონში არის მძიმე მდგომარეობა და რა ვქნათ მთავრობამ, ხო? ზუსტად ასე გემახსოვრებათ ინგა განსაკუთრებით თქვენ მუდმივად აშუქებთ პოლიტიკურ ამბებს, რომ ასევე იძახდნენ ისინი 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო 2015 წლის დეკემბერში და 2016 წლის იანვარში უკვე ორის ნიშნულს გადააბიჯა. მაშინაც მოდივად გვესმოდა, რომ რეგიონში იყო პრობლემები. დღეს მთავრობა და არაფერს ასე ვთქვათ ისინი რადიკალურ ზომებს არ იღებდნენ და მხოლოდ საგარეო ფაქტორებს აბრალებდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ უბრალოდ შეგუებოდნენ იმას, რომ მათ უსუსური მთავრობა ყავდა. დღეს მთავრობა გვეუბნება იგივეს, რომ რეგიონში არის ასე ვთქვათ რთული პირობები და გვთავაზობს განსაკუთრებულ ზომებს მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ განსაკუთრებულ ზომებში არ ვეთანხმებით მთავრობას და ეს კვლავ შეცდომით დასახული გზებია, ერთ რამეში ვეთანხმებით, დიახ, ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს, როდესაც ეკონომიკური განვითარების ტემპი 3-ჯერ და უფრო მეტად არის შემცირებული გასულ წლებთან შედარებით, როდესაც ინვესტიციები კლებულობს და ყველანაირი ასე ვთქვათ აქტივობა ეკონომიკური ქვეყანაში კლებულობს, საჭიროა განსაკუთრებული ზომები. მაგრამ რატომ არ მიიღეს ეს განსაკუთრებული ზომები 2016 წლის დასაწყისში? რატომ არ მიიღეს ეს ზომები 2015 წლის დასაწყისში? აი კითხეთ ეს ბატონ აკაკის და ძალიან საინტერესოა, რას გიპასუხოთ. იმიტომ მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარლამენტში ჩვენ უკვე გვიპასუხა, რომ იცით რა არის 2016 წელს იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში და საქართველოში, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ბიუჯეტი ყოფილიყო სოციალურად ორიენტირებული და არ ყოფილიყო ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული. აი ამ პოპულიზმს აი ამ ასე ვთქვათ დამოკიდებულებას ბატონო დაასრულეთ და გეტყვით დაასრულეთ უკაცრავად საინტერესოა თქვენი მოსაზრება. სამწუხაროა, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში საკუთარ არაკვალიფიციურობას და პოპულისტურ მიდგომებს მხოლოდ იმიტომ, რომ სკამები განმეორებითი ვადით შეენარჩუნებინათ, გადააყოლეს ამ 4 წლის განმავლობაში მილიარდობით საბიუჯეტო სახსრები, რომელიც რეალურად შესაძლებელი იყო გავხდარიყო თითოეული ადამიანის პირადი ოჯახის კეთილდღეობის მოდით პირდაპირ თქვათ, აი თქვენ ახლა
ახსენეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტიო, ან ირჩევ რომ სოციალურად იყოს ორიენტირებული, ან მაშინ უარს ამბობ დაუშვათ ისეთი ტიპის რეფორმებზე, როგორიც გაატარა თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, დაზღვევის მიმართულებით, ანუ სოციალურ რეფორმებზე უარს ამბობ და აქცენტს აკეთებ ეკონომიკურ განვითარებაზე. მე მახსოვს ერთი თვის წინ რომან კაკულიამ მაგალითად ასეთი განცხადება გააკეთა ჩვენს ეთერში, რომ არ შეიძლება ერთდროულად შენ სოციალურად გაჭირვებული ხალხისთვის ბიუჯეტი დაგეგმო და სოციალური ორიენტირები განსაზღვრო და ამ დროს ეკონომიკური სამოთხის აშენება შეძლო ქვეყანაში. არის ეს ასე თუ არა, ანუ არჩევანი რა ქონდა. ერთია როცა კრიტიკის მდგომარეობაშია ოპოზიცია. აი რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? მითხარით კონკრეტულად თუ შეგიძლიათ. არ არის ეს შავი და თეთრი. არ არის ასე რომ ბიუჯეტი უნდა იყოს თლიანად სოციალურად ორიენტირებული ან ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული. საყოველთაო ჯანდაცვა პროექტი, რომელსაც ასე ვთქვათ, აქვს მოსახლეობაში მხარდაჭერა, რომელიცაც ძალიან ბევრი დეფექტი აქვს და თავად აღიარა ამ ხელისუფლებამ, როდესაც ახლა ამბობს, რომ 500.000-მდე კერძო დაზღვევის მქონე ადამიანს საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ექნება. ანუ გასული 4 წლის განმავლობაში კერძო დაზღვევის მქონე იმ 500.000 ადამიანზე ხომ იხარჯებოდა საყოველთაო ჯანდაცვის თანხები. სწორედ ასეთი დეფექტებით იყო განპირობებული ის, რომ მაგალითად მედიკამენტის ღირებულებას, რომელიც ყველაზე მძიმე ტვირთი არის სამედიცინო ბიუჯეტში თითოეული ადამიანისთვის, მედიკამენტის ღირებულებას ბიუჯეტი ვერ ანაზღაურებდა და ადამიანებს, პენსიონერებს თუ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ეს გადაულახავ პრობლემატიკას. ანუ ერთი ხრი სოციალურად პროექტები ბიუჯეტში შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული, უბრალოდ ის უნდა იყოს სწორად ორიენტირებული ყველაზე სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და თანხები მასზე უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ ამავე დროს აი იგივე დაუბრუნდები უფასო ხნათესვის პროგრამას, სხვადასხვა აგრარულ პროექტებს, 32 მილიონ ლარს, რომელიც კონცერტებში დაიხარჯა მაგალითად 2016 წელს და აღმოჩნდა, რომ კულტურის მინისტრის კომპანია მოიხმარა ეს თანხები. აი ასეთი ტიპის ხარჯებზე, რა თქმა უნდა, 2016 წლის დასაწყისში შეეძლო, 2015 წლის დასაწყისში და 2014 წლის დასაწყისში ეთქვა უარი ქართულ ოცნებას და გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა დღეს ქვეყანაში, ვიდრე ის, რომ ახლა მოსახლეობას ვათხოვებთ, რომ იცი რა, შაშავს ზრუნავდით თქვენზე და სინამდვილეში იყო სოციალურად ორიენტირებული ზედმეტად, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნები მოეგოთ და ახლა დაგივიწყეთ. ახლა საყოველთაო ჯანდაცვას გაგიუქმებთ, ახლა უფასო ხნათესვის პროგრამას გაგიუქმებთ, ახლა რაღაც ციტრუსის შაბარების პროგრამას გავაუქმებთ და ასე შემდეგ და ახლა უნდა მივხედოთ ეკონომიკას. სამწუხაროდ ძალიან გვიან არის და განსაკუთრებით გვიან არის იმ მეთოდებით ეკონომიკის მიხედვა, რასაც გვთავაზობენ. მე ძალიან მინდა რომ შევეხო ჩვენ შეთავაზებებს და იმედია ამის დრო მოვსარო. ჩვენ არაფერს მინდა ზუსტად რომ მიფასუხოთ ამ შეკითხვაზე კონკრეტულად, ირაკლი. წეღავ თქვი, ერთი არის, როდესაც ოპოზიციის გადმოსახედიდან აკრიტიკებ ხელისუფლებას, მეორე არის, რომ რაღაცა ქმედით შეთავაზებას აკეთებ. აი თქვენ რო მიიღოთ, თქვენ მთლიანად გამორიცხავთ მართლა მაინტერესებს ამ საგარეო ფაქტორებს. თქვენ მთლიანად გამორიცხავთ იმ ფაქტორებს, რის გამოც ხელისუფლების განცხადებით მოხდა ასეთი რამ ეროვნული ვალუტის თავს და აი კონკრეტულად რას თავაზობთ, გარდა იმისა, რომ გვესმის თქვენგან რომ უნიათოა ეს მთავრობა და ვერ გაკაჭა. კალტონოიგა ისევ ერთი წინადადებით მე ვიდა გიპასუხოთ რეგიონულ ფაქტორებთან მიმართებაში, თავად საქართველოს მთავრობამ, რომელმაც თქვა, რომ განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს და მიაღწევს ეკონომიკური განვითარებას უფრო სწრაფტებს მომავალ წელს, აღიარა, რომ ეს შეეძლო გაეკეთებინა 2016 წელშიც, 15 წელშიც და 14 წელშიც. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ თავად საქართველოს მთავრობამ აღიარა მოსახლეობის წინაშე, რომ მან მოატყუა მოსახლეობა, მოატყუა ის წინასაარჩევნოდ, მოატყუა მთელი გასული 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი შვიდად ეგზროთ საკუთარ სავარძლებზე და ახლა, როდესაც პირველი წელია მათი ხელისუფლებაში განმეორებად ყოფნით, დაიწყეს ეგრეთ წოდებული მტკივნეული რეფორმები ეკონომიკის განსავითარებლად. მაგრამ სინამდვილეში აქაც უშვებენ ძალიან რადიკალურ შეცდომებს და ახლა ამაზე გადავალ. პირველ რიგში, როგორც ნახეთ, მთავრობამ უარი თქვა ადმინისტრაციული და ზოგადად საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, უფრო მეტიც მილიარდ დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარით გაზარდა საბიუჯეტო სახსრები და ამისათვის მოსახლეობას გაუძვირა კიდევ უფრო მეტად ცხოვრება და
დაახლოებით 600 მილიონი ლარით გაძვირდა ჯამურად აქციზის ღირებულება ავტომობილებზე, საწვავზე, ბენზინზე, დიზელზე, საწვავგაზზე, თამბაქოზე და ეს არის 600 მილიონი ლარი, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ. ეს არის პირდაპირი შემოსავალი აქციზიდან, მაგრამ მაგალითად საწვავის გაზდა, რაზე გავლენას მოახდენს, ტრანსპორტის ღირებულებაზე, ტაქსის ღირებულებაზე, სხვადასხვა საქონლის წარმოების ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში იწარმოება, ეს კიდევ დამატებითი ხარჯი იქნება, ანუ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბების პროგრამა, ეს ქვია საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტს, იმის ხარჯზე, რომ მთავრობა უარი არ თქვას გაზრდილი ადმინისტრაციული და ზოგადად საბიუჯეტო სახსრების შემცირებაზე. ამას პარალელურად ემატება ის, რომ არიზდება პენსია და არიზდება პედაგოგებისთვის ხელფასები. ახლა ჩვენი შეთავაზება რაშია და სხვათა შორის ჩვენი შეთავაზება მათ შორის ემყარება თავადამთავრობის ხედვას. ეს არ არის ის რადიკალური ნაბიჯები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გადადგამდა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს არის ძალიან მინიმალისტური შეთავაზებები, რომელიც კი ბატონო, რომელიც გამომდინარეობს თავად ხელისუფლების მიდგომებიდან და ხედვიდან. პირველ რიგში, საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი დაახლოებით 800 მილიონი ლარით ნაკლებ ხარჯებს ითვალისწინებდა, ვიდრე ითვალისწინებს საბოლოო ხარჯი. ანუ საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტრო მზად იყო ერთ ეტაპზე, რომ 800 მილიონით ნაკლები დაეხარჯა მომავალ წელს, ვიდრე საბოლოო ჯამში მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ ჩვენი შეთავაზება არის, რომ პირიქით საბიუჯეტო სახსრების დაახლოებით 1,2 მილიონი ლარით შემცირება, ეს შემცირება არის რეალურად 10%-ით ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება და კარგად გახსოვთ, სუსის შემთხვევაში ხელფასები იზრდება, ფინანსური პოლიციის შემთხვევაში იზრდება და ზოგადად შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 3.4%-ით მცირდება. შესაძლებელია შემცირდეს სხვადასხვა კორუფციული პროექტები ეკონომიკის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კულტურის სამინისტროში და ასე შემდეგ. მეორე, უარის თქმა აქციზის გაზრდაზე და აი ეს 600 მილიონი ლარი დიახაც უნდა დარჩეს მოსახლეობის ჯიბეში და ბიზნესის ჯიბეში და ამ ყველაფრის პარალელურად ამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და აქციზზე უარის თქმა გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებით 400 მილიონი ლარი გამოვხოთ და გავზარდოთ sapensio ანაზღაურება 50 ლარით იმ ანუ ეხლავე პენსიის გაზდას ყველაზე მეტად ზარალდება ამ პერიოდში. ირაკლი 50 ლარი დამატებით დიახ. ანუ ადმინისტრაციული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება 1,2 მილიონით, აქციზის გაზდაზე და ცხოვრების გაძვირებაზე უარის თქმა, ვთავაზობ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას პირიქით 2% და ეს არის დამატებით 270 მილიონი ლარი დატოვებული ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის და ამ ყველაფრის ფონზე 50 ლარით პენსიის გაზდა. ეს არის ის, რასაც საბიუჯეტო ასიგნებების შესაძლებლობას იძლევა და ეს არის ის, რაც რეალურად მოგცემს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისთვის, რომელიც კი არ უნდა დავახჩოთ გადასახადებს და მოსახლეობა კი არ უნდა გავაღარიბოთ აქციზის ამოღებით. არამედ პირიქით მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ გაძვირებული ცხოვრების ფონზე უფრო მეტად აქტიურები იყვნენ ბიზნესის წარმოებისა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი, დაასაქმონ ადამიანები და მიცენ შემოსავალი თითოეულ. დიდი მადლობა. ირაკლი, ერთი სიტყვით რომ მიპასუხოთ და უკვე ბატონ აკაკისთან უნდა გადავიდე. თქვენ ელოდებით ეკონომიკური კრიზისის ერთგვარ პოლიტიკურ კრიზისში გადასდას, ამაზე იყო საუბარი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში და რა პროგნოზი გაქვთ ამ მთავრობასთან დაკავშირებით? კვირიკაშვილი, აი მაგალითად გუშინ გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ ფინანსთა მინისტრი ყველა შემთხვევაში წავა თანამდებობიდან გაზაფხულზე. აი თქვენ რა პროგნოზი გაქვთ? ძალიან მოკლედ რომ მითხრათ და გადავდივარ უკვე ოცნების წარმომადგენლად. რა თქმა უნდა, გარდაუვალია სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანებს ვართმევთ ცხოვრების და არსებობის შესაძლებლობას და ამ ყველაფერში პირდაპირ დამნაშავეა საქართველოს მთავრობა, რომელმაც გასული 4 წლის უმოქმედობის და არაპროფესიონალური მოქმედების გამო ამ დონემდე მოიყვანა ეკონომიკა და ლარის კურსი და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად საკუთარი გადაწყვეტილებით უძვირებს ცხოვრებას ადამიანს, როდესაც გაუძვირებს საწვავის ღირებულებას, მანქანების ღირებულებას და თამბაქოს ღირებულებას. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მთავრობის და იმედია, რომ მომავალ კვირაში ჩვენი შეხვედრისას უფრო რაციონალურად მოვლენ ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი უფრო რაციონალურად მომზადებულები და იმედია ისინი აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და დაგვანახებენ სხვა ხედვას. ძალიან საინტერესო იქნება უკვე პარლამენტში მათი მოსვლა და უმცირესობასთან შეხვედრა ცხადია თუ მოვლენ. წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ირაკლი აბესაძე ნაციონალური მოძრაობიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი მივესალმები ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს აკაკი
გიორგი ზოიძეს უარი თქვით ადმინისტრაციულ ხარჯებზე 600 მილიონი რომელიც აქციზის ღირებულებით გაძვირებულია ანუ დატოვეთ ხალხის ჯიბეში ეხლავე მოახდინეთ 50 ლარით არის ამის საშუალება ადამიანებისთვის პენსიის გაზდა უფასო ხნათესვაზე გადაყრილი ფული უაზრო კონცერტებში კულტურის მინისტრის პირად კომპანიაში წასული როგორც ეხა მოვისმინეთ ფული და ასე შემდეგ რა გაქვთ პასუხი ბატონო აკაკი ამ ყველაფერზე ოპოზიციისთვის მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მოგესალმებით ბატონო ინგა მოგესალმებით ტელემაყურებელს ну ეს ტექსტი უკვე შეიძლება ითქვას ზეპრიადო ხნასწავლი რასაც ჩვენი პატივცემული ოპონენტები ბრძანებენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ადვილია დღეს ამ ტონით და ასეთი მოწოდებებით ისაუბრო იმიტომ რომ ობიექტური რეალობა ის რომ დღეს ლარი უფასურდება ყოველდღიურად სავალდო კურსთან მიმართებაში რაც ძალიან არასასიამოვნოდ მოქმედებს მე მგონი თვითონ ჩვენ მოქალაქეზე ჩემი ჩათვლით და თქვენ ჩათვლით რადგანაც ვიცი თქვენ ერთხელ ბრძანებთ იგივე მაგრამ მოდით თქვათ სიმართლე ხომ ჩვენ არც ერთ ჯადოსნური ჯოხი არ გავაჩნია რომ ერთი თავრობას მით უმეტეს არ გააშია ჯადოსნური ჯოხი რომ ერთი აქნევით ყველაფერი უცებ გამოსწორდეს და ყველაფერი იყოს კარგად ხომ თავრობამ შეიმუშავა გეგმა რომლითაც ჩვენ შედები 6 7 8 ერთი თვის ერთი წლის განმავლობაში შევძლებთ ასე ვთქვათ დასტაბილურებას ჩვენ ეკონომიკის იმ ხარჯების გაწევას რომელიც მოიტანს ეკონომიკოს დარდა შესაბამისად მეცამუშაო ადგილს და მეტხელფას ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე არის საუბარი იმით რომ დაუტოვებთ 600 მილიონამდე იმ ბიზნესებს რომლებიც შექმნიან სამუშაო ადგილს ესტონური მოდელით და შევამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს დაახლოებით 10%-ით, სადაც ეს შესაძლებელია. არ ეხება ეს სამართალდამცველებს, არ ეხება ეს ასე ვთქვათ ჯარს და თავდაცვას. ეს იყო ის პაკეტი, რომელიც იქნა შემოთავაზებული და რომელსაც ჩემი აზრით და გაატარეთ მნიშვნელობით თქვი კიდეც რამაც გამოიწვია გარკვეული წინააღმდეგობის შეფასებები რომ ეს არის ის სწორი გზა რომელიც საბოლოო ჯამში ტაძარი აღარ ახსენოთ აკაკი ბევრი ადამიანი გაკვირვებული დარჩა მათ შორის მეც რომელიც ძალიან დიდ პატივს გცემთ იცით თქვენ წლების განმავლობაში და ცოტა ჩემთვისაც უცნაური იყო თქვენგან ამ ფრაზის მოსმენა გზა ტაძარი აკაკი ეს იყო მონანიებიდან პერიფრაზე ხა ვისაც ნანახი აქ ფილმი იქ არის უბრალოდ ფრაზა ასეთი რომ სწორია ის გზა რომელიც ტაძრამდე გიყვანს საუბარი იყო ეს გზა არის სწორი შესაბამისად ამ სწორი გზით როდესაც ჩვენ 4 წლის თავზე რეალურად მივიღებთ სულ სხვა საქართველოს ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ ამ ფრაზის ისა და ასე ვთქვათ დედაარსი და ის რომ 2017 წლის ბიუჯეტი გამოხატავს ამ სწორი გზის ყველა ნიშნებს ანუ ის რომ ინფრასტრუქტურაში მომატებულია ხარჯი რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ უშუალოდ ამ ხარჯით 50000 ადამიანს ეკნება მაღალმომსახურებადი ხელფასი 50000 ადამიანს 250000 ოჯახს გაიზრდება შემოსავალი რო არაფერი არ ვისაუბროთ იმაზე თუ რამდენი შემოსავალი იქნება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იმით რომ ჩვენ დაგებული გზებით აღმოსავლეთ დასავლეთი ჩრდილოეთ ასე ვთქვათ სამხრეთის მიმართულებით გვექნება ტრანზიტული ტურისტების მატება გვექნება ტურისტული პოტენციალისთვის რამხელა ასე ვთქვათ წახალისება და წაშოლება ანუ ყველაფერი ეს არის მიმართული სწორედ იმისთვის რომ სხვა საქართველოს მივიღებთო როგორც თქვენ ბრძანეთ და ხატოვანი შედარება გავაკეთებ ფილმიდან მონანიება რაზეც რომან გოცილიძემ გახსოვთ გიპასუხათ ტაძრამდე რომ მივართ მერესანთელი რა ეღირება ხუმრობა ეს ალეგორიები შეფასებები გვერდით რომ გადავდოთ სხვა საქართველოს რომელიც უნდა მივიღოთ თქვენი გეგმით რას უპირებს ეს სხვა საქართველოს საკუთარ მოსახლეობას აი უყურეთ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ფასების დაზე არის ხო საუბარი ოფიციალური სტატისტიკით ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2 ლარი და 20 თეთრით არის გაძვირებული ანუ თუ ოქტომბერში ეს საარსებო მინიმუმი იყო უფრო სხვა ეხლა არის 270 და 70 მაინტერესებს აი რამდენად ესმით თქვენი აზრით თქვენს თანამოქალაქეებს ვისაც გაუძვირდა საარსებო მინიმუმი ვისაც გაუძვირდა კორვალო
ალკოჰოლი, მედიკამენტები, ციტრამონი, რომელიც თავის ტკივილისთვის სჭირდება და ასე შემდეგ. რამდენად გაიგებს იმ თქვენს გეგმას, რაზეც თქვენ გაქვთ განაცხადი გაკეთებული? პირველი მინდა თქვა რომ 2% ლარით გაძვირება არ მიმაჩნია რომ ხა ეს ძალიან პრობლემატური ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ხას უსვავ ძალიან თუ გაგრძელდა კურსის დაცემა და ეროვნულ ბანკმა მე მგონი ძალიან კაფეო განცხადება გააკეთა ამას დაკავშირებით რომ ეს არის გამოწეული რაციონალური მოლოდინების ზემოთ ანუ უხეშად რო ვთქვა პანიკური მოლოდინების შედეგი თუ შეიძლება იყოს რადგანაც არანაირი ფაქტორი მაკროეკონომიკური თუ ფუნდამენტური როდესაც გაზრდილია ინვესტიციები, გაზრდილია ტურისტთა ნაკადი, გაზრდილია ასე ვთქვათ, ჯანსა ეკონომიკაში მართალი არ აქვს ის ტემპი, რაც გვინდა, მაგრამ სწორედ ვითარდება, შეუძლებელია ესეთი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ლარის შოკი ვიხილოთ, რომელიც დღეს ხდება, ხომ? შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს, იმედი გვაქვს, ეს ზომები ხმენთი აღმოჩნდება და საახალწლოდ ჩვენი მოქალაქეები გაცილებით რომ იმედიანად შეხედავენ მომავალს, მაგრამ მეორე თემა გახლავთ ისიც, რომ თავარი მომენტი, რასაც ეროვნულ ბანკს ამ შემთხვევაში აქვს პერკეტები და შეეძლო და უნდა გააკეთოს კიდეც და თავრობასთან ერთად. ეს გახლავთ სწორედ ფასების კონტროლი. ანუ ინფლაციის შენარჩუნება იმ დონეზე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი არ გახდეს ცხოვრება. აბსოლუტურად გეთანხმებით, ქალბატონო, გაძვირდა შაქარი, გაძვირდა მთელი რიგი იმპორტული პროდუქტი და ალბათ გაძვირდება კიდევ, ასე ვთქვათ, ეს პროდუქტები, მაგრამ შემცირდება ფასები თქვა სხვა პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში არის ნაწარმოები და რაც მეტი ხარჯი გვექნება ჩვენ სწორედ აწარმოო საქართველოს მიმართულებით, მით მეტი იქნება ეს პროდუქცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე დღეს, როდესაც ჩვენ ძირითადად იმპორტულ საქონელს მოვიხმართ. ანუ აი ეს არის ამ ბიუჯეტის დედაარსი, რომ ჩვენ შევძლოთ და გავაჯაზახოთ ეკონომიკა, გავზარდოთ ექსპორტი, ჩავანაცვლოთ იმპორტი, ჩვენმა მოქალაქეებმა მეტი ქართული პროდუქცია მოიხმარონ, ქართული პროდუქცია გააიაფთეს და მეტი შემოსავალი შემოვიდეს ექსპორტიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის. ანუ ეს არის ის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც აუცილებლად წარმატებული გრძელვადიანია, კაკი, მაგრამ აი მოკლევადიანზე არის საუბარი. რა ქნას ამ ხალხმა? მაშინ როდესაც იგივე 2017 წელს მაგალითად არ იზრდება პენსია, ამ დროს თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შეიძლება 50 ლარით, აი ეხა ირაკლი აბესაძე საუბრობდა, რომ გაიზარდოს პენსია. აგერ სემეკის ხელმძღვანელის განცხადება ვრცელდება, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების დას ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაზე არის საუბარი. ტარიფების დას არ გამორიცხავს, მისი თქმით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ანუ ერთი არის გრძელვადიანი, მესმის არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ქვეყანა მხოლოდ მოკლევადიანი გეგმებით, მაგრამ მეორე არის ვინც გადარჩება? აი ძალიან კარგი კითხვა, ხალბატონო, აბსოლუტურად მესმის, აბსოლუტურად გასაგებია და მე თქვენ ჩემს ირგვლივ საკუთარ ოჯახშიც მესმის ხშირად ეს კითხვა და შესაბამისად ჩვენს ირგვლივ მეგობრებში და ახლა ჩვენც იმავე ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რაც თვითონ ჩვენის მოქალაქეებს დღეს გვიყურებს, ხო? და ჩვენს გვაწუხებს ყველა ეს პრობლემა და დამიჯერეთ ხის შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად ემოციურად, ვიდრე ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, თუმცა ბევრად ჩვენ ადამიანებს, ჩვენ თანამოქალაქეს უჭირს და ცივა და ხშირ შემთხვევაში საჭმლის ფულიც არ აქვს. სწორედ ამათთვის არის იზომები ასეთი მოქალაქეებისთვის, რომელსაც აი მოკლევადიანი შოკები რო გადავიტანოთ, რაც ეხება იმას, რომ როცა ჩვენი ოპოზიცია ნარატივს ცვლის და ამბობს, რომ პენსიები არ იზრდება, როგორ არ იზრდება პენსია 250 მილიონი, რო იძახიან 1.2 მილიარდ რო გაზარდეთ ბიუჯეტიო, ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე თქვი, 250 მილიონი დაემატა სწორედ სოციალურ ხარჯების დას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ პენსია წელს გავზარდეთ და ის გაზრდილი პენსია მომავალ წელსაც უნდა მივცეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, ხო? იგივე მაღალმთიან რეგიონებში დანამატი აქვს და 216 ლარამდე არის პენსია გაზრდილი. ამ ხარჯების დაფინანსება სჭირდება ეს ყველაფერი. როდესაც ხნათესვაზე საუბრობენ, ის სამწლიანი დროებითი ზომა იყო, რომელსაც თავის შედეგი გამოიღო. ჩვენ არ ვამცირებთ არც ერთ პროგრამას, რომელიც იმპორტის ჩანაცვლებას სწორედ ემსახურება და ექსპორტის ზრდას, რათა ჩვენ მოქალაქეებმა მეტი თანხა მიიღონ ამ ექსპორტის შედეგად. ჩვენ ზღვრულ ფასებს ვაწესებთ წამლებზე გადაუდებელი საჭიროების, თქვენ ბრძანეთ რამოდენიმე წამალი ახსენეთ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა წამლებზე, რომლებსაც ყოველდღიურად მოიხსნათ ჩვენ მოქალაქეებს. მასალად ვახსენეთ, თორემ კიდევ უფრო მეტად არ გაწევთ. ზღვრულ ფასებზე. დიახ,
მაგრამ მინდა გითხრათ რომ პირველადი მოხმარების საგნები დღეს წამლები დღეს არ არის გაძურებული, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, შედარებით არ არის გაძურებული, მაგრამ მომავალს არ დავუშვებთ. ხა მე შემიძლია მე გადმოიგზავნოთ შედარება, თქვა პირველადი მოხმარების წამლებზე რა ფასი იყო ამ წლის დასაწყისში და რა ფასი არის დღეს. მაგრამ ნუ შევალ დეტალებში, უბრალოდ ამის გარდა ყველაზე ღარიბებისთვის ყველაზე საჭირო წამლებს, წნევის წამას რო ეძახიან და შაქრის წამას რო ეძახიან, იმას ჩვენ რეალურად დაუფინანსებთ და უფასოდ მივაწოდებთ ყველაზე უფრო ჩვენ უმწეო და მოწყვლად ნაწილს. გარდა ამისა, ხელფასები იზრდება იგივე საშუალოდ 20,000 საშუალოდ მასწავლებლებისთვის 800 ლარამდე და 20,000 კონკრეტული მასწავლებლისთვის. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ სოციალურ ორიენტირებულობა, როდესაც 1/3 ბიუჯეტის იხარჯება სწორედ სოციალურ ხარჯებზე და იმავდროულად შევქმნათ მომავლის საწინდარი იმ ეკონომიკურ აღმავლობაზე, სტიმულირებაზე მიმართული განახარჯებით. ერთი კითხვა თუ შეიძლება, სადამდე ელოდებით ლარის დაცემას? შეგიძლიათ მიპასუხოთ ამ შეკითხვაზე? კიდევ ან გამყარებას თუ ელოდებით? ანუ პროგნოზი მაინტერესებს, როგორი არის თქვენი მოლოდინი? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა არა პროფესიონალური იქნებოდა პროფესიონალური, როდესაც ამაზე პროგნოზი არა. ნებისმიერი ეკონომისტი ამისგან თავს შეიკავებს, როდესაც ესეთი პროცესები მიდის რეგიონში და მთელ სოფლიოში. ხა, მოდით ასე ვთქვათ, მე მესმის, რომ ოპოზიციამ შეძლო და ხალხს უკვე როდესაც ჩვენ ვახსენებთ, რომ რეგიონში მართლაც სერიოზული პროცესებია. თურქეთის მოკლეს რუსეთის ელჩი. ომი მიმდინარეობს სირიაში, ომი მიმდინარეობს უკრაინაში. ჩვენს ირგვლივ სამყარო იწვის. არასტაბილურობის საოცარი შეგრძნება ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დოლარი არის უპროცენტოდ მაღალ ნიშნულზე. ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველა ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია. ეკონომიკური დაღმასვლა არის უმეტეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და ძირითადად საავტომობილო პარტნიორებში და ამ პირობებში ჩვენ როდესაც ეს მოყვავს ობიექტურ ფაქტორებად, მოახერხა ხშირ შემთხვევაში ოპოზიციამ და ეს გადააქცია გამაღიზიანებლად, როდესაც ამ ობიექტურ ფაქტორებზე ვააპელირებთ ჩვეულებრივ მოქალაქეებისთვის. ეს რეალობაა. თვალების დახუჭვით და სირაქლიანის პოზიციით ჩვენ ამ რეალობას ვერ გავექცევით. მეორე თემაა ძალიან კარგად ხაბატონი ამას დავასრულებ რა და პრემიერმა როდესაც თქვა იგივე რომ მე სავალუტო კურსი დაივიწყოს უნდა მოქალაქეებმა, მასე არ უთქვავს, ის გამოთქვამს, მე ძალიან ყურადღებით უსმენდი. ეს მე ისე ოპოზიციის პერიფრაზი იყო. მან ასეთი რამე ბრძანა, რომ ჩვენ ეკონომიკა იმდენად უნდა ავაღორძინოთ, რომ მოსახლეობას დავავიწყოთ სავალუტო კურსიო. ეს ძალიან დიდი განსხვავება ამ ორ გამოთქმას შორის დამერწმუნებით, ხომ? ანუ ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ ცხოვრებისთვის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად არ ფიქრობდეს და კოშმარად არ ქონდეს გადაქცეული ტაბლოზე ყურება, რაც ეხება სავალუტო კურსს. და კიდევ ერთი მიდგომა დამერწმუნეთ, თითოეული ამ განწყობით ვართ. მესმის და კიდევ ეჭვი არ მეპარება, ისე არ გამოვიდეს, არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს მე ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ შეიძლება სამთავრობო გუნდს, სახელისუფლებო გუნდს არ უნდოდეს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს ქვეყანა. ეს უნდა ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეებშია და რომელსაც აქვს უფლებამოსილება, რომ მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენად იმუშავებს ეს გეგმა, რამდენად არის სწორი ის გეგმა, რაც დაისახა გუნდმა ესა კითხვის ნიშანს რასაც აჩენს და ბოლო კითხვა სწორედ აქედან გამომდინარე მინდა რომ დაგისვათ უპირობოდ გჯერათ თქვენ აკაკი რომ გაამართლებს კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილი გეგმა თუ დავუჯეროთ რაღაც პროცენტით მაინც ოპოზიციას რომელიც ვარაუდობს რომ კვირიკაშვილი გადაყვება თავის გუნდიანად იმ ყველაფერს რაც ეხლა ეკონომიკური გეგმის განვითარების გეგმის სახით წარმოგვიდგინა. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცხარე დებატები ქონდა ჩვენ უმრავლესობის შიგნით და ძალიან ცხარე დისკუსია და განსჯა. ძალიან ბევრი კითხვა დავსვით თვითონ გეგმასთან მიმართებაში და მივიღეთ ამომწურავი პასუხები. და მინდა გითხრათ, ძალიან გულახდილად რა. საუბარი იმაზე რომ ხა უპირობო და გარანტირებული ამ ქვეყანად არაფერი არსებობს. ეხლა რწმენის თემას არ დავუბრუნდები, ეხლა რწმენით შეიძლება გწამდეს, მაგრამ სხვა თემაა, როდესაც ჩვენ სამთავრო გეგმაზე ვსაუბრობთ. ეს არის ის რომ რისკები რა თქმა უნდა ჩადებულია. დღეს
ეს გარანტია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ერთ წელიწადში გვექნება ეკონომიკური აღმავლობა, გვექნება ძალიან როგორც იტყვიან გაფერადებული თუ აგუგუნებული საქართველო. Რა თქმა უნდა, ესეთი ილუზია არავის არ აქვს, მაგრამ ჩვენ რო სწორ გზაზე ვდგევართ, ამის გვჯერა და ამაში დაგვერწმუნა ჩვენ სამთავრობო გუნდმა, ისევე როგორც ყველა იმ საერთაშორისო ექსპერტმა, რომელსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ და რომელთა რეკომენდაციები ცალსახაა. მე ოპოზიციის გეგმას არც კი განვიხილავ სერიოზულად, იმიტომ რომ პოპულისტური დემაგოგიის ნაზავია. სხვა იქ არაფერი არის. თვითონ ძალიან კარგად იციან. მათ ყავთ ძალიან კვალიფიციური ეკონომისტები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ის დაანგრევს ეკონომიკას, გააღარიბებს ქვეყანას, რომ გავაკეთებინა ის, რაც შემოგთავაზეს და საერთოდ ყველა პერსპექტივას მოუსწრებს საქართველოს. იმიტომ რომ აღარც გვექნება ამ სიტუაციიდან გამოსვლის იმედი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი გზა და ამ გზაზე ბევრი ხიფათი გვეუბნება, ბევრი დაბრკოლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საბოლოო ჯამში იმ სასურველ გამოსავალამდე მიგვიყვანს, რასაც ქვია ჩვენ ოჯახებში, რომელსაც თვითონ ჩვენი მოქალაქე იგზნობს თავის ოჯახში. წარმატებები თქვენ გემშვიდობებით, ისე კომპლიმენტისთვის არ დამავიწყდეს თქო, ჩემთვის ფიქრობდი დღეს როცა თქვენი ყავით ჩვენი სტუმარი, ძალიან მომეწონეთ უყურე პიესში რუსთავი ორზე გასულ სიუჟეტს მარიხუანას თემაზე და მიყვარს მე თავისუფალი ადამიანები და გისურვებთ, რომ ეს თავისუფლება სულ შეგენარჩუნებინოთ სახელმწიფო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პოზიციის მიუხედავად. კარგად ბრძანდებოდეთ. აკაკი ზოიძე ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აი ეს არის ის გეგმა, რაზე ჩვენ ხელისუფლების გუნდი გვესაუბრება. რეკლამის შემდეგ უკვე ჩვენ არმაზახვლედიანთან ერთად უნდა განვიხილოთ რა ხდება რეგიონებში, როგორ უყურებს რეგიონები, როგორ უყურებენ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების გეგმას, რა ხდება უკვე თბილისის მიღმა. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დღის ამბებში არმაზახვლედიან. საახალწლო ეთერის სპონსორია ბიოლაინი, ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან.